დღეიდან 20 ლარიანი ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყო. მდინარაძეების ოჯახი იყო პირველი, რომელსაც თბილისის მერი სოციალურ მუშაკთან ერთად ეწვია და ვაუჩერი პირადად გადასცა. ელექტროენერგიის ვაუჩერს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს. ვაუჩერები კარდაკარის პრინციპით 31 მარტამდე დარიგდება. ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის. პირველი აბონენტი, რომელმაც ელექტროენერგიის 20 ლარიანი ვაუჩერი უკვე მიიღო, მდინარიძეების ოჯახია. ავჭალაში მცხოვრებ 6-სულიან ოჯახს თბილისის მერი სოციალურ მუშაკთან ერთად ესტუმრა და მათ ვაუჩერი პირადად გადასცა. თბილისში ელექტროენერგიის მომხმარებელი 350,000-ზე მეტი აბონენტი ფიქსირდება. ისინი კუთვნილ ვაუჩერებს რამდენიმე დღეში მიიღებენ. ვაუჩერიზაცია თბილისიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან დაიწყო. 31 მარტამდე ვაუჩერს საქართველოში მცხოვრები ყველა ოჯახი მიიღებს. Გამზამთარმა სერიოზული პრობლემები შეგვიქმნა, იცით, მილები გასკდა, ამან ასფალტების მთლიანად საფარის დაზიანება გამოიწვია, უსახკაროების თავშესაფრის ორგანიზება დაგვჭირდა, რამდენიმე უბედური შემთხვევაც ჰქონდა. მაგრამ მთავარი მაინც აზრუნავი ის არის, რომ ამ ყველაფერმა თითოეულ ოჯახს მოუტანა დამატებითი ხარჯები და აქედან გამომდინარე პატარა ერთგვარი შეხიდება, მაგრამ აუცილებელია. და ამის გამო ზუსტად ესე ვთქვათ, თბილისშიც და საქართველოშიც ყველა ადამიანი მიიღებს ვაუჩერს. სიამოვნოა, ნამდვილად ამ ხანგრძლივი ზამთრის პერიოდში კომუნალურმა გადასახადებმა იმატა საგრძნობლად და ნამდვილად დიდი შეღავათია ეს თითოეული ოჯახისთვის. ვაუჩერებს სოციალური მუშაკები კარდაკარის პრინციპით დაარიგებენ. გამოცდილება არსებობს, თუმცა წელს მონაცემთა ბაზა კიდევ უფრო დაიხვეწა. სიებში არსებული ხარვეზები კი სრულად აღმოიფხვრა. მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ვაუჩერის გამოყენების წესთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია ცხელი ხაზის დახმარებით მიიღონ. ყველა აბონენტს საქართველოს ყველა ოჯახს დაერიცხება პირად ანგარიშზე თანხა 20 ლარის ოდენობით. იმუშავებს ცხელი ხაზი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელზეც ყველა მოქალაქე შეიძლება დარეკოს და დააზუსტოს ვაუჩერის მოხმარების წესები. ეს არის 2-51-00-33. ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების ინიციატივა ქვეყნის პრეზიდენტს ეკუთვნის. ამისთვის სარეზერვო ფონდიდან 25 მილიონი ლარი გამოიყო. ეს თანხაცივ ზამთარში მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს შეუმსუბუქებს. როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 1,200,000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ელექტროენერგიის ვაუჩერს, 20 ლარი არის თითოეული ვაუჩერის ღირებულება. ვაუჩერთან დაკავშირებული ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულებულია და პრაქტიკულად სოციალური მომსახურების სააგენტომ უკვე უახლოეს დღეებში, დღეს ხვალზე პირველი ოჯახები უკვე მიიღებენ ამ ვაუჩერს. ელექტროვაუჩერის გამოყენების წესი იგივე რჩება. ის მიღებისთანავე თქვენს ანგარიშზე აისახება. ძალაშია სოლიდარობის აქციაც, ანუ ნებისმიერ ადამიანს საკუთარი ვაუჩერის გაჩუქება შეუძლია. ამ შემთხვევაში მჩუქებელმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი და ხელმოწერა უნდა დატოვოს.